მოგესალმებით ყველას. იმედია პირდაპირ ეთერში ვართ, აი ახლა გააზიარეთ, მოაზიარეთ, გაუზიარეთ, დააკომენტარეთ. ვისთვისაც გინდათ, ვისთვისაც არ გინდათ და გამოგზავნოთ ჩემ მეგობარს, ვინც მithხოვა რომ გავუმიგზავნეო. Так, მარტო ერთს უგზავნე, იმიტომ რომ ყველა არ უყურებს TikTok-ში, ასე რომ ესაა. მოგესალმებით ხალხო, ოდნავ დაგვიანებით ვიწყებთ, მაგრამ თავარია ვიწყებთ. დღეს ჩვენ ისევე ვაგზავნებთ ბიბლიის დასაწყისის ფურცლების შესწავლას. დღეს გვაქვს მესამე თემა, ეს არის ბაბილონის გოდული. რა ვიცით ბაბილონის გოდულის შესახებ, ძალიან საინტერესო ისტორიაა. მაგრამ მინდა მანამდე ვთქვა რა გავიარეთ. პირველი თემა ჩვენ იყო ვილაპარაკეთ დასაწყისი თუ როგორ შექმნა ღმერთმა ეს ყველაფერი სამყარო. მეორე თემა ვილაპარაკეთ რომ დაცემული სამყარო როგორ მივიდა წარღვნის დონემდე და დღეს ჩვენ მივალთ მესამე დონემდე ბაბილონის გოდულის თემა. ესე ძალიან საინტერესო არის და ამიტომაც მინდა გითხრათ. საერთოდ იუდაიზმში არის ესეთი სწავლება, რომელსაც ქვია ტიკუნ ოლამ. ტიკუნ ოლამ ეს ივრითული ტერმინია და ნიშნავს ყველაფრის აღდგინებას საწყის ეტაპამდე. თუ თქვენ გაქვთ პეტრეს ქადაგება მოსმენილი მოციქულთა საქმეებში, გწერია რომ ვიდრე ყველაფერი აღდგინებოდეს, აი ამ სიტყვას იყენებს პეტრე მოციქული, ვიდრე ტიკუნ ოლამ. ტიკუნ ოლამის სწავლების მიხედვით კაცობრიობის ცოდვა იყო სამ ეტაპად. პირველი ეტაპი ეს არის კაცობრიობის დაცემა მოხდა სამ ეტაპად. პირველი დაცემა ესაა ედემის ბაღი, მეორე დაცემა ესაა წარღვნა და მესამე დაცემა ეს არის ბაბილონის გოდულის დაცემა, რასაც უძახია. და ასევე სამ ეტაპად იწყება ადამიანის გადარჩენის გეგმა. ესაა აბრაჰამი, მოშე და იეშუა. ანუ სამ ეტაპამდე იმას იზამს, მოიცავს ეს ყველაფერი. მაგრამ დღეს მე მინდა ვილაპარაკო დაბადების წიგნის მე-10 თავიდან, ну ჯერ მე-11 თავიდან დავიწყოთ, მაგრამ მინდა ესეთი რამე თქვა. მე გადავალ უფრო ჯობიასე. მე-11 თავი დაბადების წიგნის ასე იწყება. აბა ვინც კითხულობს, კარგად წაიკითხეთ ყველამ. მე-11 თავიდან ბრატ. ერთი ენა ჰქონდათ მთელ ქვეყნიერებას და ერთნაირი სიტყვები. და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან ჰყოვეს ველი. შინხარის ნიჭი. მან გაჩერდა შინხარის სიტყვაზე. პირველი მუხლი როგორ იწყება? ერთი ენა ჰქონდათ ყველას. შენ როგორ კითხულობ მაგას? ჰქონდათ მთელ ქვეყანას ერთი ენა. და კიდევ? და ერთი სიტყვა. ერთი ენა და ერთი სიტყვა. ერთი ბაგე და ერთი ენა ჰქონდა ძენ ქვეყანას. ერთი ბაგე და ერთი ისა. ეს 15 წლის თარგმანია, ხო? ხო, აქ ამაში როგორ წერია ისა? ერთი ენა და ერთი სიტყვა. ერთი ენა ჰქონდათ მთელ ქვეყნიერებას და ერთნაირი სიტყვები. ერთნაირი სიტყვები. ძალიან საინტერესოა. ხო, თითქოს რაღაც ალოგიკურია, უცხოა რა ეს ყველაფერი. ჩვენ ვიცით, რომ ტრადიციული განმარტება ამის გვასწავლებს, რომ ენების გაყოფა მოხდა ამ დროს. ხო, ხო ასეა. მაგრამ მე-10 თავში, თქვენ თუ წაიკითხავთ გენეალოგიის მე-10 თავში, აქ ძალიან საინტერესო რაღაცას ვკითხულობთ ჩვენ. უყურე. მაგალითად, მე-20 მუხლი. ესენი იყვნენ ქამიძენი თავისი გვარებისა და ენების მიხედვით, თავთავის მიწაზე და ერებში. ანუ ენების მიხედვით, თავთავიანად მიწებს და თავთავიანად ეროვნებაშიც იყო ესე. ანუ აქ ჩვენ ვხვდებით ასევეა იაფეტის იმაშიც რომ ვკითხულობთ. მოდი იაფეტზეც ავიკითხოთ. ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირელი ხალხი თავიანთ ქვეყნების თითოეული თავისი ენის, თავისი ტომის მიხედვით საკუთარ ხალხში. მაგაზე უნდა მეკითხო. აქაც იგივე რაღაც ხომის მე როგორც დაბადების პირველ თავში რომ ჯერ სულზულათი და მერე კონკრეტული. არის სწორი განმარტება, ერთ-ერთი განმარტება არის მაგის, რომელსაც აქვს არსებობის უფლება, რო ითქვა.
ტრადიციულად ორი განმარტება არსებობს. არის პირველი, რომ აღმოსავლურ კულტურაში წერის ესეთი მანერა არსებობს, რომ ჯერ აგროს ივანეს გამოცხადება არის, ჯერ პროლოგია, ის პირველი მეორე თავი რასაც ქვია. პროლოგია და მერე პროლოგის განმარტება, 7 ეკლესიასაც ქვია, ეს პროლოგში შედის ეს. და მერე არის უკვე განმარტება ის რაც მოხდება შემდეგ. აი ესეთი მომენტი არის. ივანეს გამოცხადებაშიც მაგას ვხედავთ ჩვენ და კიდევ დაბადების წიგნში ჩვენ ვხედავთ ორი შესაქმის, თითქოს ორი სხვადასხვა ისტორია, პირველი და მეორე თავი, მაგრამ პირველი თავში არის საერთო სურათი განმარტი შექმნის სამყაროს, მეორე თავში უფრო დეტალური და მიდის გამახვილებული აქცენტი ამ ყურადღებაზე. ეს პრინციპით შეიძლება აქ გამოვიყენოთ, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან დიდი ნიუანსი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მეორე განმარტება, რომელიც არის ძალიან სწორი. ტრადიციულად მართლმადიდებლური ეკლესიის განმარტება, მე არ ვიცი რამდენად სწორია ეს, მაგრამ მე მაქვს ერთი ღვთის გამონასმენი, იცნობ შენ იმას, ვისაც ვამბობ. არა, უთხარი ეგრე კაც. ის ამბობს ესეთ რამეს, რომ ეს იყო ღმერთის დაწყევლა ენების არევა. ენები რო არისო, ღმერთმა დაწყევლა. ანუ სხვადასხვა ეროვნებები როა და ერები ეს ღმერთის წყევლა ასეთიო. ნუ მე ცოტა არ იყოს გამეცინა, იმიტომ რომ აბსურდია ესეთი მიდგომა და ესეთი განმარტება აბსურდია, იმიტომ რომ მეორე ჯულში წერია რომ შეხილება მართლმადიდებლობას არა. ხო, აი რომ მითხარი ახლა შენ. კაია რომ მითხარი, ესე იგი ეს მისი პირადი აზრია. მადლობა ღმერთს. რო თქვა, ეს მისი პირადი აზრი როა. მეორე განმარტება რაც არის და რატომაც მე ვფიქრობ რომ ეს არის ეს განმარტება სწორი, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ჩვენ გვინდა და გავიგოთ უყურე. რა არის აქ სიტყვა ბაგე და ენა. ივრითულად სანდრო რასწერ? კომენტარი. ივრითულად სიტყვა ბაგე რაც არის აქ არ არის სიტყვა ლაშონ. აქ არის სიტყვა გამოყენებული საფა. საფა არ ნიშნავს როგორც ლინგვისტურ ენას. დააგვიძით რას ვამბობ მე? ანუ ენა ივრითულად არის ლაშონ. აი მე ვლაპარაკობ მაგალითად ქართულ ენაზე, ხო? אני מדבר לשון כרתולת רוטקות, גרוזין, אנו ג'ורג'יה, כרתול ენაზე לשון, לשון הקודש, עברית סוזחיה גידו, צמינדה ენა סוזחיה. רגע? მაგრამ ეგ სიტყვა ლაშონ აქ არ არის გამოყენებული. დაბადების მეათე თავში რომ ვკითხულობთ, ყველა თავთავიანად ენებითა დაასახთა გამო, იქ წერია ლაშონ. ხოლო მე-11 თავში აქ არ წერია ლაშონ, არამედ წერია საფა ეხათ, ანუ ერთი ენა ქონდათო, ერთი ბაგი, ერთი ტუჩი. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ თქვენ დააკვირდა. მერე მოდის ეხად ერთი, მაგას ნიშნავს. აი დააკვირდი. რა აზრიდებს მათ. მეორე ერთი ენა რო ქონდეს, როგორც ნათარგმნია, ისა სიტყვები რო ხო მაგ როგორ წერია? რომელი მოგზეიდა? პირველი იგივე ერთი ენა და ერთი ხონდა მთელ ქვეყნიერებას და ერთნაირი სიტყვები. აი ერთნაირი სიტყვები აქ არის კიდევ ესეთი ივრითული სიტყვა გამოყენებული უდვარი მახადიმ. უდვარი სიტყვა კარგად ცნობა? რუსულში არა. დვარი ივრითული სიტყვა. დვარი არის მეორე რჯულის სახელწოდება. მეორე რჯული წიგნი რო ჩვენ გვიწერია, ეს არის სეპტუაგინტის სახელწოდება. ხო. ებრაული სახელწოდება ქვია მაგ წიგნს დვარიმ. სიტყვები. როგორ? სიტყვები. დავარ. საერთოდ ქართულშიც არასწორად გვაქვს, მეორე რჯული არ ქვია, რჯულის გამეორებაა ეგა. ხო, არც იგას ორი რჯულის გამეორებას. ხო. რო იცოდე. ხო, ანუ უყურე, თავდაპირველად იყო სიტყვა ასია. ბერეშით ხაია დავარ. თავდაპირველად იყო სიტყვა, რომ წავიკითხოთ იოანეს სახარების ისა. აი ეს მომენტი არის, დავარ ეს არის სიტყვა, მაგრამ ეს როგორი სიტყვა ამას უნდა ვიცოდო. აგერ დვარი სიტყვები ქონდა ერთნაირი, ეს ნიშნავს, რომ
ეს ხალხს, ამ ხალხს არ ნიშნავს, რომ ისინი მაინდა-მაინც ერთ ენაზე ავიღოთ, ჩვენ რომ ვამბობთ ქართულ ლაზურად ლაპარაკობდნო. გაუსწოროთ ახლა ხალხს. ხო, ადვილად რო გაიგო, აი ხო ამბობენ რომ ქალდეველები იყვნენო, ისინი იყვნენო, ესენი იყვნენო. ანუ რო ავიღოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მართლა ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ საფა ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ერთი იდეოლოგია ქონდათ რაღაცა, ერთი გაგება და ერთი აზროვნება და ამ აზროვნებას ქადაგებდნენ და ლაპარაკობდნენ. ეს ნიშნავს ეს სიტყვა. ანუ ჩვენ როცა ვკითხულობთ აქ ჩვენ ტერმინს, რომ ერთი სიტყვა იყო და ერთი ბაგეები, სიტყვები ქონდათ, ეს ნიშნავს, რომ ერთი აზრი იყო და ამ აზრს ქადაგებდნენ და აფცელებდნენ. რას აფცელებდნენ და რას ქადაგებდნენ, აქ მეორე მუხლში გვიწერია ჩვენ უკვე ყველაფერი. ვაიომრუ თქვეს, ხო, და თქვეს წამოვიდნენ აღმოსავლეთიდან. მეორე მუხლში როგორ წერია სერგო? აქ ცოტა სხვანაირია. და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ოვეს ბელი შიღარის მიწაზე და იქ დამკვიდრდნენ. ხო და მერეც გაგრძელება წერია. და უთხრეს ერთმანეთს, მოდი, აი, უთხრეს. ვაიომრუ და გამოუწვათ ცეცხლში და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და გირის მაგივად ფისი. მე გაგცეს მისმედეს. და თქვეს, ავაშინოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ზეცას მოსწრება. ასე შევხნათ სახლი, რომ არ გავიფანტოთ მთელ დედამიწის ზურგს. ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა всё, აი გაჩნდა. რომ არ შევქნათ სახლი, რომ არ გავიფანტოთ. არ გავიფანტოთ. ანუ რა იყო? ბაბილონის გოდოლი ეს იყო მიზანი იყო თუ რა იყო? აშენება. მიზანი რა იყო? მიზანი. კომპაქტურობა არის. მიზანი იყო არ გაფანტვა. ბაბილონის გოდოლი ეს იყო და მათი იყო ცნობილი ეს წაუნახალი კი, ვილაპარაკობ. შესაძლებლობა იყო ბაბილონის გოდოლი ეს იყო შესაძლებლობა ინსტრუმენტი გამოეყენებინათ თავისი მიზნის მისაღწევის. ეს დაიმახსოვრეთ, ეს აზრი ძალიან მნიშვნელოვანი აზრია. მე კიდე გაწუხებდი რომ მიგუნება ეს იგივე თემაზე და რა ქრონოლოგიური მომდევრობა. მე თავის 25-ში ესეთი რა წერია რომ და გაიყო მაგდოს გაიყო მიწა. ხო, ანუ პელეგი რო პელეგის ზოს გაყო. ანუ უკვე დაყოფილები იყვნენ. ხო, ანუ მე ვფიქრობ რომ ეს ბაბილონზე არის მითითებული, რომ ბაბილონის დაყოფაზე ვისაც საუბარი. მათ ორი ვერსია, ან ბაბილონის გაყოფაზე მიდის მათ საუბარი, ან კიდევ რომ დედამიწა კუნძულებად დაიყო. იმად რა ქვია, წარღვნის შემდეგ გაიშალა კონტინენტები. და აი მაგდოს მოხდა თითქოს დიდი მიწისძვრა იყო და ეს მოხდა გაყოფა მაშინ. ორი ვერსია მან რომ იცოდე, ასე რომ მეგა შეიძლება იყოს. ხო, ანუ მაგდოს მოხდა გაყოფა. მაგაზე არის კომენტატორების აზრი. ზოგი ამბობს ბაბილონის ის იგულისხმება, ზოგი ამბობს ისა. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ხალხი არ იყოფა, არ მიდის ერთ იმათ ავაშენოთ რას ამბობენ ქალაქს, ქალაქებიო, მე ავაშენოთო მაღალიო, რომელიც საცვდებაო, რათა სახელი გავიკეთოთო და არ გავიფანტოთო. სხვა თარგმანში ქართულებში წერია ვიდრე არ გავიფანტებოდითო, არასწორი თარგმანია ეგა. ორიგინალში წერია რათა არ გავიფანტოთ. მიზანი იყო არ გაფანტვა. ეს იყო მიზეზი. თავარი მოტივი, ლაიფ მოტივი რაც იყო ბაბილონის გოდოლის აშენების, ეს იყო სახელის გაკეთება. თავიანთი სახელის განდიდება. სათხვდებით კიდევ ჩვენ სახელის განდიდებას. ბიბლიაში. მანამდე. ხო. სინაგვირას ავისწავლობთ ჩვენ. ნეფილინებს რა ქონდათ? დიდი სახელი ქონდათ. ხო, სახე, მაგრამ ივრითულში წერია აი დიდი სახელის მატარებლები იყვნენ. სახელოვანები უზახიან.
ანუ რა იყო ბაბილონის გოდოლის აღშენების სოდვის მოტივი? მათ უნდა დაბრუნებულიყვნენ იმ წარღვნილ დროიდელ მდგომარეობამდე, რომელიც იყო დედამიწაზე. ზამთარი არ მოეწონათ, ხო? არა, ზამთარზე არა ლაპარაკი, უბრალოდ ცოდვაზე გეუბნები. ამ ცოდვაზე გელაპარაკებთ. სახელის განდიდება. რასთან დაკავშირებული სახელის განდიდება? დიდება, ანუ მე ვარ, რაც ვარ. რა ცოდვა, რა ქვია მას? სიამაყე. სად ხვდებით კიდევ ჩვენ სიამაყის ცოდვას? ბატონო? არა. ხო? კაინამდე კიდევ. ევა ადამი და ევას დაცემ. ღმერთებივით იქნებითო, მოეწონა ეს აზრი? თვალის კარგი შეხედვია. ხო, ეგ გასაგებია, მაგრამ აი მოტივი რა იყო? ეს თავარი მოტივი არის ღმერთებივით იქნებ სიამაყე. და მე უკვე ინსტრუმენტია უკვე თვალთა გულისხმა. უკვე ხედავ აი შენ რაც ღმერთმა მოგცა, იმას როგორ იყენებს ეშმაკი ბოროტულად. ეგ იდეა ჩაუჯდა ხო, ნუ რაღაც ხო, ანუ უყურე. კაინის ცოდვაც იყო სიამაყიდან გამოწვეული. იმიტომ რომ კაინმა იცოდა რომ ის იყო პირმშო და ის იყო მემკვიდრე და მას დედამისი, მამამისი შეიძლება ბავშვობიდან უჩიჩინებდა რომ შენ ხარ ის ადამიანი ვინც აგვაბრუნებს ედემის ბაღში. და დრუგ ხედავს რომ კაინის მსხვერპლს ღმერთი არ იღებს აბელის. და ეს ძმა ძალიან დიდი. ანუ თები ეს ცოდვა როგორ ტრიალებს, ერთი და იგივე ცოდვა ჩვენ ხედავ, ეს ცოდვა არის ღმერთის დაუმორჩილებლობა. პირველ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ დაუმორჩილებლობა რაც ნიშნავს. არ გაეკარო, ხო? არ იმასქნა. მეორეში ხედავს რომ ცოდვა შენ იმასთან გგებს იბატონე, არ იმაშობე. მესამე ჩვენ ხედავთ უკვე რომ ადამიანები მომრავდა ეს თავიანთი სახელებისზე მუშაობა რო იტყვიან სიამაყიდან გამოწვეული ხამასი რა ქვია ქართულად კაცო მოძალადეობა წართმევა ეს ყველაფერი და ბაბილონშიც ვხედავთ რომ კიდევ სახელი ყველაფერი ეს არის ერთი და იგივე ცოდვა რომელსაც ქვია ღმერთის ცნების დაუმორჩილებლობა ღმერთის წინააღმდეგ წასვლა მოსია აი შეიძლება ჯამში გეუბნები რომ შემოატელოთ იქიდანაც აქედანაც იმიტომ რომ წერია რატო იყო პირველი წარღვნის ხალხის ცოდვა რაში მდგომარეობდა დაიწყეს ღმერთის შვილებმა ვისთანო კაინ ადამიანის ასულთა რას ნიშნავდა ეს ხო მაგრამ ცოდვა რა იყო კაცო ახლა რო ვიფიქროთ ჩვენ რაშია ცოდვა ახლა შეულებები და ვიცავცოდნა ნუ ეგ ძალიან ისე ლაითად ამბობ შენ მე მინდა რომ ჩაცვეთ არსი რა იყო შეთის შთამომავლობამ რა დაიწყო უფლის სახელის მოხმობა ჩვენ ვთქვით რომ უფლის სახელის მოხმობა ეს არის მისი სწავლების მისი პრინციპების განცობა ქადაგება სწავლა და მისი ცხოვრება ხო ასეა კი ეს არის ეს მომენტი რა შეუშალა იმ ადამიანის ასულებმა ამ თავის მისია რომელშიც ისინი ღმერთმა მოუწოდა ის მისიას ვეღარ ასრულებდნენ და დამთავრდა ეს იყო ცოდვა რომ ისინი რისთვისაც იყო შექმნილები და რისთვისაც ისინი იმასქნეს ვეღარ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას როცა შეიძლება რა ანუ შევლესაც ხარ ღმერთის გეგმის ხელში და ფაროლობის ხელში მაშინ კარგად გაქვს საქმე მაგრამ როდესაც შენ რაღაცა გიშლე ხელს შენ გაქვს ორი ისა მოქმედების ისა არიანი ან იშორებ მაგას ან ეგუები როცა ეგუები უკვე მახინჯდება წარმოდგენა ღმერთზეც და იქცევი ჰიბრიდი რომელიც აი ეს გოლიათები და ისინი იყო ნეფილინები დაცემულები გოლიათები არ იფიქროთ ხო ნეფილინებზე ლაპარაკობ დაცემულები ორ მაგორის მომსახურე ხალხი რა ხტები რას აკეთებს ახლა ეს ბაბილონის ხალხი აქა დაიძენო აღმოსავლეთიდან ხო აღმოსავლეთ ივრითული სიტყვა და მანდ არის ორი აღნიშნული სიტყვა აქვს აღმოსავლეთს მანდ
მიზრახ ქვია, ივრითად აღმოსავლეთი, რომლის ფუძენაც მოდის ორ, არ, სინათლე, განათება, მაგრამ არის კიდევ მეორე მნიშვნელოვანი აღმოსავლეთის სიტყვა მნიშვნელოვანი, თქვენ კედე. вообще სხვანაირად. კედემ вообще სხვა, მაგრამ კედემ აღმოსავლეთს ნიშნავს. როდესაც აქ ჩვენ ვკითხულობთ აღმოსავლეთიდან დაიძრენო, კედე მიწერია და არა მიზრახ. ახლა ჩვენ უნდა გვესმოდეს ორი სიტყვა არის აღნიშნავს აღმოსავლეთს. ეროვნებაც ხდება ეს კედემ. აქ ხდება. ხო, უყურე. და იმაშა ქვია ედემის ბაღში. ედემის ბაღი ახსოვს და იქ წერია კიდევ კედემი აღმოსავლეთთან იყო. ანუ რას ნიშნავს კედემი? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ ჩვენ გვესმოდეს კონცეფცია, იუდაური კონცეფცია. კედემი ნიშნავს საწყისთან დაბრუნებას. საწყისი რაც თავიდანვე იყო, იმასთან დაბრუნებას. დასოს გამოცხადების წინ შეწერია. ეფესოთა ეკლესია რო იწყებს. სადა გავიწყდაო? ნაბიოს სკოლია. საწყისი პირველი იყო. მაგრამ არ დაუჯერა ეფესოს ეკლესია. აქ პარალელი ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ბაბილონის გოდოლთან. უყურე რა ხდება. თუ ჩვენ გავიგეთ ბაბილონის გოდოლის აქ რა მოხდა, ჩვენ გვეცოდინება მომავალში ბაბილონის სისტემა რა არის, რომელიც გამოცხადების წინში არის. გამოცხადების წინში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მრუშობდნენ ერებიო ბაბილონთანო, ხო? რას ნიშნავს მრუშობდნენ ერებიო? როგორ გონიათ თქვენ? ორგიები ქონდათ სექსუალური? არა, ეთამბეროდან ყველაფერს, რასაც ბაბილონის ხარებია. რა? ახალში იყვნენ მის რეალიზაციასთან ბაბილონის ძიები. რას მე ეგ რა შოშია მრუშობასთან? იმ შუაში ანუ თვითმსახურება, ანუ თვითმოყოლხადობები და მრუშობა რა არის? ღალატი. ანუ აქედან გამოდის, რომ შენ ვიღაცასთან აღთქმაში ხარ და იმის პრინციპებს უარყოფ და ამასთან შედიხარ კავშირში. ეგა? ანუ ბაბილონთან ვინ მრუშობს და ვინ აღთქმაში შესულებ? ეკლესია. ხედავ? მრუშობდაო, მეძაობდაო, ვინის იმაშიო. ვიცევი არ არის ვერ იმუშებს ისე. ხო, ვინც აღთქმაში არა, მეტად იმას არ შეძლება მრუშობა, იმიტომ რომ ის შეეცეთ და რა, აფერშუში არა. მაიცა რა. ვერთი ჩამოვიცილეს და ადამიანს აფიქრეს სინეგარი. ბაბილონ, ახლა ნიმროდზე წაიგითხე, ნიმროდი რა წერია, მან ნიმროდზე წამიგითხე მან. ნიმროდი რომელში იყო გარეშე. მე ქამის ჩამომავლობაშია. ახლა თუ ქამი მოდის იმისა. მეექვსე მოხლი? ხო. ხო, მეექვსიდან არა. მაგრამ ნისო კითხულობ მე და საერთოდ. ფიჯო რა წვალობ? ანუ ეს სახელები ისინი ხამი ქუში მიცრაიმი. ქუში ვინა? ქუში ვინა აბა თუ იცი? ქუში? ხო. ეთიოპია. მიცრაიმი, ეგვიპტე. კიდევ ფუტი. ფუტი არ ვიცი. ქანაანი და ნიმროდამდე მიდი, ნიმროდან. ქუშის ძენი სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. რაყმას ძენი შება და დედანი. მე მოხდან არის სინდრომი. მე შვა ნიმროდი. აი ეთიოპია. შვა ნიმროდი. და უყურე წაიგითხე რა წერია. რომელიც პირველი გოლიათი იყო ქვეყანაზე. გოლიათიო? ო, ჩემთან ეს არის ძლევარე მმართველი. ძლიერი, გიბორი. ხო, ნუ ეს იდიომა გამოყენებული ალბათ. ნიფილიმს. არა, ნიფილიმი არა მან, გიბორი წერია. რა გოლიათი რატო არა თაგი? ხო, აი მე მაგის იმას ვკითხე. მეათეს მერვე უყურე, არც ნახე როგორაა თაგმაში. ქუშმაშვა ნიმროდი, მან იწყო ძალის გამოჩენა დედამიწაზე. ესეთია სწორი თარგმანი ივრითულშიც. გამოჩენა დედამიწაზე. ხო და მეცხრეში არის ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე, ამიტომაც თქმულია ნიმროდივი ძლიერი მონადირეა უფლის წინაშე. მან როგორ გიწერია? მეცხრე. ძლიერი მონადირე იყო ნიმროდი უფლის წინაშე, ამიტომ არის ნათქვამი ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე. მერვეში
იყო ძალის გამოჩენა. ძალის გამოჩენა, აი ნახე ივრითულში ძალიან კაია, გიბორ წერია ძლიერს ნიშნავს. და არის კიდევ ძალიან საინტერესო სიტყვა, რომ ნიმროდი თვითონ სახელი რას ნიშნავს თუ იცი? მგონი არ აღარ წერდელს თუ ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებას ნიშნავს. ამბოხებულს ნიშნავს. ებრაულ ტრადიცია მიდრაში გვასწავლის, რომ ნიმროდი იყო პირველი, ვინც ედგა ამ ბაბილონის გოდოლის შენებლობის სათავეში. ვინც იყო? იდეა ვინც იყო? იმიტომ რომ აქ წერია რომ მონადირე იყო, ესეც ცოტა არასწორი გაურკვეველი თარგმანია, რაც ნიშნავს მონადირე იყო. მისი სამეფო დაიწყო ბაბილონიდან. ხო, ბაბილონი პირველი რაც ამობენ, რაც აშენებენ. პირველ როგორ იწყება? ავაშენო თუ ჯერო ქალაქიო, ხო? შემდეგ გოდოლიო და პირველი ქალაქი ესაა ბაბილონი, რომელიდანაც იწყება ესა. ძალიან საინტერესოა, ხო ეს ყველაფერი? მონადირე რას ნიშნავს? აი ძალიან საინტერესო ივრითული სიტყვა აგეზა ნიშნავს, რომ ნიმროდი იყო სიტყვებზე მონადირეს უძახია. ხალხზე თევზაობდა? აი ეს ვარიანტი, აი ეგეთ იყო ესავიც, იაკობის ძმა. ესავიც ეგეთი იყო. აი რო იტყვიან ძალიან კარგი აგიტატორი თუ ორატორს უძახია. ხო, არ ორატორი იყო, რასაც ქვია, ხო? და ამ ორატორმა შეძლო იდეა განევითარებია პირველი რომ ეს იყო თვითონ სახელი ნიმროდი ნიშნავს ღმერთთან მიამბოხეს, ანუ მიამბოხი ადამიანი ქმნის ქალაქს და ქალაქი დაბადების სიგში ყოველთვის ასოცირდება ძალიან ცუდ იმასთან. რატო? პირველი ქალაქი ვინ ააშენა? კაინმა. ანუ უღოლე რა მომენტია. პატრიარქები არასდროს არ ცხოვრობდნენ ქალაქში. რატო? მომთაბარები იყვნენ, ყოველთვის ქალაქგარეთ იყო. დაჟე ლოტის რო დასახდა, სოდომში არ დასახლებულა ლოტი. ქალაქგარეთ დასახდა. მაგრამ მე ჩაითრია. ნიუ-იორკ სიტი, ეგეთი რა ხო იცი? აი ეს ჩაითრია. ეს უფრო ქართველი იყო უთხრა. აი დავიღალე რა. არ იყო ქალდეველი, არამიელი იყო. ქალდეველი დაწყევლილი ერია ბიბლიაში, რო იმასაც ვერ ერკვევიან, რა იყო ქალდეველები და ჰა? ვინ არის ქალდეველი? არავინ არ ამოსწეს. აუდია. ამდე ურიდან თუ ქალდეის ურიდან თუ ხო, ქალდევის ურიდან, ხო. ხო, ანუ რაზე გავჩერდით? ხო, გავჩერდით იმაზე, რომ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ის ღმერთის წინააღმდეგ ამბოხს, აშენებს ქალაქს და იგონებს სისტემა, რომელიც ნიშნავს ერთი აზრი, ერთი პროპაგანდა, აერთიანებს ყველაფერს და ეს სისტემა ერთს მხრივ კარგია, მაგრამ არის აგებული დიქტატურაზე, ერთპიროვნულ მმართველობაზე. და ღმერთის წინააღმდეგ მიმართული რატოა? ავაშენოთო, აგურებითო, ფისითო მოვიმასქნათო რატო? მათ ახსოვდა წარღვნა. მაგრამ მათ არ დაიჯერეს ისაც ღმერთმა დაპირდა, რომ წარღვნას აღარ გააკეთებს წყლით. აღარ იქნება. მათ არ დაიჯერეს ღმერთის, ამიტომ მოდი ავაშენოთო ქალაქიო და ამ თუ იქნება წარღვნა, მაინც ზემოთ შევაფარებთო, თავსო ავალთო ზემოთო, გოდოლზეო. ეს იყო იდეას გაერთიანება, რომელიც არ უნდა გაფანტულიყო და რომელი იდეას ეწინააღმდეგებოდა ღმერთის მცნებას ესენი ეწინააღმდეგებოდა ღმერთის იმ მცნებას, რომელიც ეუბნება მოედეთ მთელ დედამიწასო. ანუ ღმერთის ინტერესები არ არის აგაჩერება და ერთ ადგილზე ტკეპნა რო იყო. ის ღმერთი ყოველთვის მოქმედებს მოქმედებაში, სიარულში. ამიტომ ქვია ღმერთის რწმენას ებრაულ სოფხედულობაში რა იცი? დერეხ. დერეხ არის გზა. გზა. ამიტომ ისო მე ვარ გზა. ეს მოქმედება გზა, ის გზა, რომელიც ღმერთმა მიცა. ღმერთმა დაუწესა მათ იყვნენ ამ გზაზე, მაგრამ არ იყვნენ. და სიტყვა აღმოსავლეთი ჩვენ გვეუბნება ზუსტად რომ აღმოსავლეთიდან დაეძინო. ანუ საწყისი ის მოწოდება რომელიც მათ ჰქონდათ ხელში ეპყრათ, რომ ისინი უნდა გაფანტულიყვნენ, არ ემორჩილებენ და მოდიან.
დანიშნულენ თავიანთ მიზანს. გამოშორდნენ, ანუ ღმერთის ცნებას მოშორდნენ, პირვანდელ საწყის დანიშნულებას მოშორდნენ და იქნება გიბრიდი. გიბრიდი იგივე სისტემა თითქოს გავს ღმერთის სისტემას, თითქოს გავს ერთობას და ერთიანობას, მაგრამ არის დამახინჯებული, რომელიც კლავს ყოველგვარ ინდივიდუალურობას და ანიჭებს თავს კოლექტიურობას. სამხედავ ჩვენ ინდივიდუალურ სიკვდილს, ინდივიდუალიზმის სიკვდილს და კოლექტიურ აზროვნებას. გამოცხადების წინში. ვინც მიიღებს ხეცის ნიშანს, კოლექტიური აზროვნება ხეცის ნიშნის მიღება და ინდივიდუალური არის ის, ვინც არ მიიღებს და ამის გამო ის არის დაჩაგრული. ხედა? გარიყულია. აი ეს აზრი დააკვირდით, ეს აზრი მოდის ბაბილონიდან, ეს სისტემა მოდის ბაბილონური სისტემა. ამას ქვია ესა. და ეს სისტემა პირველად სად მოისინჯა, თუ იცი? მოისინჯა? აი, მოისინჯა, რეპეტიცია როა. გამოიცადა? ხო, გამოიცადა. ჩვენ ისტორიაში. ფაშიზმი და სოციალ-დემოკრატია და ფაშიზმი, ისა კომუნიზმი. ეს არის ეს გამოიცადა, როიტყვიან. ის რაც მათ გამოიწვია ხალხში, ეს ამას ხო სწავლობს ხალხი. ამაზე ხალხი არის, ვინც სწავლობს ამას. გამოიკვლიენ ის რაც არ იმუშავა, ის სფერო დაიხვეწება და ახალი შეფუთულით მივა. ისაც ახლა ამერიკაში ხდება. ამერიკაში ძალიან საშინელი რამე ხდება ახლა. ერთი იდეის გამო შემოგრებάμε და მე ეხლა თითქოს და ქრისტიანული პრინციპების დასაცავად ამერიკაში იქნება სერიოზული დიქტატურა იქნება. მოდის. და ეს მუსლიმელი როა ნიუ-იორკში. ეს არის კატალიზატორი. ეს ჩარლი კირკის მკვლელობას. აი მუსლიმი მერი რო ესა კატალიზატორია ამ ყველაფრისა. აი ხო გეტყვი რელიგიური სისტემა, რელიგიური მოტივი, კაი მოტივებია, ცუდი მოტივი არა, მოდი ავაშოროთ ქალაქი კაცო, ამ ღიაცის ქვეშ ხო არ ვიქნებით, რომ ვიფიქროთ ახლა აი მომენტში. ნიმროდი ახლა ასე ლაპარაკობდა. ხალხო მოდი გავაკეთოთ ტექნიკა შექმნათ რაღაცა იქ აგერ შევთავაზოთ წყალი გამოვიყვანოთ ბაბილონის ის რო ნახეს არქეოლოგებმა ახლანდელი რო ნახეს ხო კანალიზაციები იყო ქონდათ თავის იმაში ქვია იმ დროს შენ წარმოგიდგენია და რუსეთში კანალიზაცია არა ახლა ჯერ კიდევ შენ წარმოგიდგენია დაახლოებით 4500 წლის უკან ბაბილონს ქონდა კანალიზაცია და რუსეთში იმისა გამწარებული არის უნიტაზები რომ დაინახეს ბიჭო ამათმა მოიკიდეს აიღეს ბადალო ერთი რა გავხსენე იოსები რო გაყიდეს წრუვა მაგაზინებს კიდეს თუ ხალდებლებს არ უკვე ისმაილიტებმა იყიდეს ავის მომე რა ეს სერმუსინოთ მათ ხო ანუ რა ხდება უყურე ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ ჩავწვეთ ამ ბაბილონის იმას აზროვნებას პირველი ცოდვა რომელიც იყო ადამი და ევას ცოდვა ეს იყო ღმერთის დაუმორჩილებლობა და მე აქ შეკითხვა დამისვეს და მაშინ ცოტა კარგად ვერ უპასუხე ის მომენტი რომ ჩვენ შევთანხმდით მივიღეთ ის აზრი რომ ადამიანი იყო იგივე ქერუბიმი და იმიტომ პირველი ქერუბიმი იყო ედემის ბაღში რომელიც დაეცა მეორე ქერუბიმი იყო ადამიანი და მესამე ქერუბიმი იყო რომელიც უკვე დამსვლა იმას გას და თუ ქერუბიმია ადამიანი და მივიღეთ აზრი მან იცოდა რა არის კარგი და რა არის ცუდი იმიტომ რომ იქ წერია რათა დაიცავიო ედემის ბაღი ესე იგი თუ დაცვა იგული თავის დაცვაში გულისხმობს შე რაღაცა განრჩევის უნარი გავს მაგრამ რაში ხდება საქმე რომ ეს გახდა შეიც მოკეთილი და ბოროტი რაში მიდის ლაპარაკი რა ეს მიდის რომ ადამა იცოდა თეორიულად რომ ესა ხო თეორიულად იცოდა რა არის კარგი და რა არის ცუდი მაგრამ შეიცნო ნიშნავს რომ შენ თავზე გამოიცნობ ამას გაიგე ეს ერთ-ერთი განმარტება მეორე განმარტება რომელიც მე უფრო ვემხრობი ამ განმარტებას ეს არის ის მომენტი რომ
ადამიანი გახდა მოსამართლე. მოსამართლე. ანუ გასამართლების ფუნქცია შეიძინა. ანუ ღმერთს ჩამოათმობა თვითონ. ხო, თვითონ უკვე დაიწყო განსაჯვა, რომ შენ ხარ ცუდი, შენი გამოსწორება არ იქნება, всё, შენ ხარ ის. აი ეს განმარტება უფრო მომწონს, ეს ძველი ებრაული განმარტებაა სხვათა შორის, რომ ეს ფუნქცია შეიძინა ადამიანს, რომ ადამიანს არ აინტერესებდა ისა გასამართლების პრინციპი, არ უნდა არ აინტერესებდა. იმიტომ რომ მე საუბარი რომ ის ღმერთს მეუბნება შეიძლება გავიგონო და შემეშინე და დავიმალდეო. მანდ უკვე ჩანს რომ ის ღმერთი შიში შეუძლია მანამდე ეს დავსინი შევახა მასში შიში წევდა უკვე. და თავისი თავი გაასამართლა, მე იმ გაგებით რომ ხო. იმის გამო გაეცვალა დაემართა და თავი დაუყოლა და უცველი იგზნო თავის თავი ჯაკეტა. ეგ ანუ ნაკლებში მოიქცა თავი და მაგიდან მოდის მე სხვა დანამი დანარჩენი მექანიზმი რომ შეესწრო რომ ხოლმე თავი გადაირჩინა. არა, ეგ დაბრალება, შენ დაბრალებაში გეშლება. თუნდაც ანუ გასამართლების ფუნქცია სხვა, მაგრამ ესაც შეიძლება ეს კაი ეგ არის შიშიდან გამოწვეული. მაგრამ გასამართლება ეს არის ის მომენტი, როდესაც შენ ადამიანი ცუდს გაგიკეთებს. ნუ რაღაცა შეეშალა, ხო? და შენ უკვე გაასამართლებ და ამბობ, შენ ცუდი ხარ, შენი გამოსწორება არ იქნება. ესა უკვე გასამართლება. შავრიზადება. ამას გიგზავნო შენ იესო ქრისტე. რომ ეს არ გაგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ საქციელზე არ ვისაუბროთ. მაშინ ორივე შეიძლება რა? ერთიან ორს ზოგი არა ორივე ხო, ორივე განმარტებაა. ჩემს ორივე მისაღებია, მაგრამ მე უფრო ამ განმარტებას ვემხრობი, მაგიტომ გეუნები, გაიგე? ეს მომენტი უფრო ახლოსაა, თქვენ თუ გინდა შეიძლება მესამე ალტერნატიული ვერსიაც იყოს და უფრო კაი იყოს. ასე რომ არ ვარ ეს. არა, თავარი რამიდან დაგენახოთ ახლა მე ბაბილონზე. ევას შეცდომა და ის რა იყო, ეს მომენტი იყო, რომ სიამაყეს შეცდომა იყო აენშიც. სიამაყეს შეცდომა ის იყო, რომ ის არ დაუჯერეს, რა ქვია, ღმერთის გეგმაში აღარ იყვნენ და დაიწყეს იმ ქალების მოყვანა. ლამაზი ქალები რატო იყო? სიამაყეს. ნახე მე უფრო ლამაზი ქალი მყავს. არა, ცუდი არაა, ხო? მე ჩემი ცოლი ძმო ყველაზე ლამაზია, რას ლაპარაკო? მენაც სვავს. სახში მე და ამახან დავჭირე რა. არ მინდა ივანზე და ცილი. ხო, ნუ ეს მომენტი არის, ხო. ხო და ანუ ეს ის ცოდვებია, რომ უნდა გვესმას, რაც ბაბილონის იმას აერთიანებს. ბაბილონის სისტემას. როდესაც ეკლესია დაუმეგობრდა იმას აქვია. ბაბილონის სახელმწიფოს სიამაყე თვით საკმარისობა რომ სახელმწიფოს დაუახლოვდა. ნიმროდი იყო უყურე როგორც ლიდერი და უფლისწინაშე დადიოდა რას ნიშნავს? უფლისწინაშე კარგი მონადირე იყო. მეორე განმარტება. მდელი იყო, მდლობას აკეთებდა. ხო, ნუ თქვენი გაგება, მდელი არ იყო მაშინ, მაგრამ ეს იყო ის ადამიანი, ვინც ღმერთის შესახებ ცნობას გადაცემდა. ამას ნიშნავს, უფლის წინაშე. მაგრამ აქ აწერია, რომ ის უფლის წინაშე დადიოდა არ წერია. მონადირე იყო ეს უფლის წინაშე. ანუ ნებადურის უხეში ესე დამაკინჯებული ვარ. ნუ შეიძლება მასეც ვიღოს, მაგრამ აუყურე ძალიან ცნობილი რაბინი ამბობს ამას, ასეთ რამეს. ნიმროდი თავის ცოდნას ღმერთის შესახებ შეგნებულად ამახინჯებდა და ხალხის დამონებას ცდილობდა. დამონებას ცდილობდა ხალხს. ეს მეუბნება მოციქულებს რომ ხალხს უბადრული გადაწყვეტა ეს უფლთან მოსაკრებულად, მაგრამ ეს იყენებდა ამ სიტყვებს იმისთვის რომ თავის თავთან მოექცია. თავის თავთან თავის აი როგორც ფარისევლები, როგორც სადუკევლები აპრავებდნენ რომაელების იმას ოკუპაციას. ეგა, როდესაც ეკლესია მუშაობს მთავრობის დაკვეთით. всё. და მთავრობის ნებისმიერ პოლიტიკას ამართლებს. ტანდემში. ეგ არის ბაბილონის სისტემა. ეს პატრიარქია მომახსენდა რატომაც. ნუ საქართველოს რატო ამბობთ ახლა ეს ყველაფერს? მე მინდა რომ ერთ აზრამდე მივიდეთ რა ბოლო კაცო. მე მინდა ეს ყველაფერი რომ გავაერთიანო ქრისტიანულ ერთ-ერთ სწავლებასთან, ეს ბაბილონის ისა,
ეს მე რასაც გითხარ, ეს არის ყველაფერი იუდაური განმარტება და იუდაური ტრადიცია. ხო არა, რასაც იუდეველები ამბობენ. პირველი რომ გოდოლის მიზანი იყო ძალაუფლების ეგოცენტრული ცენტრალიზება. ავაშენოთ ჩვენთვის სახელი, ანუ გავიკეთოთ სახელი და გაფართოს შიშის დაძლევა. ეს ეწინააღმდეგებოდა ღვთიურ გეგმას, დედამიწის დასახლებაზე და მრავალფეროვნებაზე. ამას ეწინააღმდეგებოდა. ახლა მოდი ვნახოთ ქრისტიანული ჩვენთვის კარგად არ ვასახელებს სახელს, როგორ განმარტავს ამას, ამას. ბაბილონი განასახელებს რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრალიზაციას, სისტემას. რომელიც ცდილობს კონტროლის დამყარებას მსოფლიოზე. ის ცდილობს ერთიანი ერთგვაროვანი წესების დაწესებას თავისუფალი ნების წინააღმდეგ. კი, თავისუფალი ნების წინააღმდეგ არის უყურას, თავისუფალი ნების წინააღმდეგ რა არის? ეს კი არა რომ შენ იარაღი დაგადოს. ჩე დაგაზომბავენ. მაგას ანუ თავი ანუ ესე კი არა შემოგა მაგრამ მე უკვე იარაღსაც დაგადებენ. არის კატეგორია ხალხი, ვინც ამ ზომბა იაშიქს არ უყურებს, რო იტყვიან. არ არის Doing about it, Sweden. ხო, ქოცი? არა, იმას შევხედე და ხო, ხტები, ანუ ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც, ავიღოთ, ნიშნობა რა აქვს, ნაცი იქნება, ქოცი იქნება, მთავარია ტვინ გამორიცხილი. ხო, არც ერთი უქნია ღმერთს, ხო ვთქვა, ხო, წეს ჩვენი მემდრო არ დამაბრალონ რამე. ეს არის დააზობილი ადამიანი, ვინც მასა, რომელზეც არ ჭირდება ძალდატანება, იმას უბრალოდ პროპაგანდის ჭამა. მაგრამ არის ხალხი, ვინც განათლებულია და ვისაც აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება. ამსეთ ხალხს ჭირდება ძალდატანება. ასეთი ხალხი ან ციხეში, ან დახვრეტა, ან ქვეყნის დატოვება, ასე და ასე შემდეგ. ესეთი ხალხი მასე გააციბირეს, კომუნისტურმა სისტემამ მასე გააკეთა. ეს მომენტი იყო. ეს მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი რომ უნდა გვესმოდეს. კიდევ რომელი არის კიდევ ერთ-ერთი მეორე პარალელი მინდა. ეს ერთი პარალელი გადავაკავშირეთ. ახლა მეორე პარალელი ვნახოთ. გოდოლი იყო ადამიანის ჰუმანისტური ამბიციის გამოვლენების მცდელობა ღმერთთან გათანაბრების. მის თავი ცაში იყოს და ღვთიური ტრანსცენდენტების უვალყოფა. ეს იყო სიამაყე. ეს ამას იუდაური ტრადიცია ამბობს. მოდი ახლა ეს ჩვენი ქრისტიანული სასამართლოს შედარებას ვაკეთებ რა. ბაბილონი ყოველთვის წარმოადგენს ადამიანის მიერ ღვთიური ავტორიტეტის მითვისების მცდელობას. ეს არის სულიერი სიამაყე, რომელიც გამოიხატება იმით, რომ ადამიანები ცდილობენ თავად განსაზღვროს ჭეშმარიტება და თაყვანისცემის წესები. მაგალითად, შაბათის შეცვლა კვირადღით. Ei, მაქედან მოდის, არა, მე და შაბათს შეცვლა კვირადღით. არა, ეს იმას გიყვება. მოდელს გიქნის, თორე ეს მაქედან ჯერ არ წამოა. ანუ როგორ ახლოა ხო იუდაური განმარტება და ქრისტიანული განმარტება ამ ბაბილონის სისტემასთან. როგორ ახლოსა ერთმანეთთან. და გვერდს განაჩენის ვერშატი მოვა და გაზეთი საფათაროზე და ისარიოსია. მე ერთი გაკითხვა იყო რომ ამას დაძარზე რა ისმის რომ ისაშენებაა. აი ახლა არ ფსალია და იმ თვეში დავიწყეთ რა. სამსე ციცულელებ რა უნდა გავსე პასუხი კაცო. ხო, ანუ შევთავაზეთ, ხო? ბაბილონის სისტემა ეს არის ის რელიგიური სისტემა, რომელიც თავშივე წავიდა ღმერთის წინააღმდეგ. ნიმროდი, რო შევაჯამოთ ახლა. ნიმროდი ეს არის პიროვნება, რომელიც ნიშნავს სახელი ნიშნავს ამბოხებაში ყოფნას, ამბოხებული. წავიდა ღმერთის ნების წინააღმდეგ, ისინი წამოვიდნენ აღმოსავლეთთან, ანუ აღმოსავლეთი ნიშნავს, რომ ჩვენ კედემ გვით, რომ ეს ნიშნავს საწყისთან ღმერთის ნებიდან გასვლას, ღმერთის ნებიდან გასვლას, რომელია კიდევ, რომელი ადგილი სახარებაში, იესო ქრისტე იგავს უყვება. კეთილი სამარიტელი. აღმოსავლეთიდან იერიხონს ჩადიოდა. იერუსალიმი სადაც მდებარეობს ყოველთვის? აღმოსავლეთის. ტაძარი რას განასახიერებდა? აღმოსავლეთისკენ იყო. ხო.
ტაძარი რას განასახიერებდა დედამიწაზე, რითი სიმბოლო იყო? ედემის ბაღი, ხალხო, ედემის ბაღი. აბა, ედემის ბაღი, ეს იყო მაგა. ხო, ეს იყო ედემის ბაღის განსახიერება. მოიცოდეთ. აღმოსავლეთში იყო მოთავსებული ის. აი ეს არის იუდაის შუა. გეთახმები არის, გეთახმები. ანუ რაღაცა მისწავლებია ესე იგი თქვენთვის რო იტყვია. თქვათ ისე არა. ეს ხალხი მოდიან ღმერთის თავარი ღმერთის პრინციპი რა იყო ჩვენ ხედავთ წარღვნის შემდეგ რომ ღმერთმა აღთქმა დადო ნოესთან და მაშინდელ კაცობრიობასთან ამ აღთქმის ნიშანი რა არის ეს სისამთქელი 7 ფერიანი ხალხო 7 ფერიანი არა ეგ არავინ არის სამდენი ფერია ეგ არის ფერიანი რაღაცა არის არასოდეს გააჩინე რა კუთხიდან რომელი სინათლიდან შეხედა არის სინათლე რომელიც 12 ფერს გაჩვენებს ძირითადად მაინც შეძლებავდი საუბარი ხო კაი გავჩერდით არ გეგამათები მაგაზე ახლა ხო ან რო შევაჯამო და ვიცოდეთ რა რაზეც ლაპარაკობ რომ თუ ჩვენ ეს ბაბილონის სისტემა კარგად ვიცით ხვდებით იმას რომ იქ რა გველოდება ჩვენ ხედავთ ტექსტში რომ ეს იყო რა იყო უკადასკებულია აღმოსავლეთიდან და ანუ გამოვიდნენ ღმერთის განდაცებიდან ღმერთის ნებიდან ერთი ბაგე და ერთი ენა ქონდა ჩვენ ვთქვით რომ აქ არის გამოყენებული სიტყვა სოფა ეს არის იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის პროპაგანდირება ქართულ ენაზე რო ვთქვათ და აი ეს არნიშნავს ენების აღრევას იმიტომ რომ ენები უკვე მანამდე იყო აღრევა და არ შეიძლება თქვა რომ ენების აღრევა ეს არის ღმერთის წყევლა ეს არასწორი განმარტებაა და ეს არის მას რას აკეთებს ღმერთი აქ დიზაინი იყო სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოფილიყო ხალხი და არ არის რანაირ გამოაწყევლა მაშინ ხო უკვე რას მომია და თან ისა აქ არის გავაკეთოთ აგური გამომწვარი ცეცხლში და კონდე აი ეს აგურის გამოწვა კიდევ ბიბლიაში ძალიან ცუდი მასაც ნიშნავს ეს აგურის გამოწვა კიდევ ვინ აკეთებდა თუ იცი აგი ეგინდე მონობა რატო იყო რომ სამსხვერპლო აგურებით და გამომწვარი აგურებით არ უნდა და ქვას რომელსაც ბუნებრივი ქვებით უნდა ქონოთ კი არ შეხებები ანუ ადამიანის თავისი მოსაზრებები არ უნდა ყოფილიყო ღმერთის თაყვანისცემაში ხო თაყვანისცემა არის ის ფორმა რომელიც შენ ღმერთმა დაგიწესა არც მოუმატო არც მოატო ხვდები მათოწერია რომ სამსხვერპლოზე რომ აკეთებდა და ის ამაშენ გამოუცვლელი ქვევით უნდა იყოს ისემა და ადამიანის მოგონილი მეთოდები და წესები რომელიც ანაცვლებს ღმერთის თაყვანისცემას ეს არის ის კვირა დღის ჩანაცვლება შაბათით სწორედ უცებ გამოწვაზე რომ მივიდას ხო ხოჭეზიროზე გადარება არა კაცო ანუ ხტები ეს არის ის როდესაც შენ ისაც ღმერთმა დაგიწერა იმას არასრულებ და გინდა მაინც შენი გააკეთო შენი შეხედულებები და შენი აზროვნება ესაა ბაბილონის სისტემა ძმაო კიდევ რას აკეთებს აქ ყურე რას აკეთებს უფალი ჩამოდის და რას აკეთებს ძალიან მომწონს კაბალისტური აზროვნება ამის და გაფანტა უფალმა ისინი მოყურე და თქვა უფალმა აჰა ერთი ხალხი ეს და ერთი ყველას ერთი ენა აქვს ეს ენაც აქ ლაშონ არ წერია, საფა წერია, იგივე სიტყვა წერია. გადაამოწმე, ხო? ეს იგივე. ხო. რისი კეთებაც წამოიწყეს, ამიდან აღარაფერი იქნება მათთვის მიუღწეველი, რასაც გაეძახიან. დაბლა ჩავიდეთ და აურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს. და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან დედამიწის მთელ ზედაპირზე და მათაც შეწყვეტეს ქალაქის შენება. ამიტომ დაერქვა ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და იქიდან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის მთელ ზედაპირზე. ეს უფლის მოქმედება წყევრაა თუ რა თქვენი აზრით? წყევლა არა. დასაჯა უფალმა ეს ხალხი. არა, რაღაცა პირიქით ენების იმით. აი აღრია უფალმა. ნუ მიზანს შეუშალა. მაშინიდან შეუშალა ხეც. წელონალა და ხო მათი თუ რომ სასჯელია უფრო შეაფერხა.
რუჩნაია საშუალო იქნება. ეს მე თუ გითხავთ, იმის ქვეშაც ვდება, რომ ან დედამიწაზე იბატონეთო. ანუ თუ უნდა მოვარო იბატონოს დაიცვან რაღაცა, ეს ხელი ისა დაამუშავონ, უნდა გაიფამრე, ერთად გიზოეკრიბებიან მასზე, რაღაცულები ვერცეც მაგერან მოყავში. ადამიანის ფუნქცია იყო, მისია იყო ის, რომ ადამიანს ედემის ბაღის სისტემა უნდა მოეყვანა მთელი დედამიწა. ამისათვის რომ ის მოდებულოთ დედამიწაზე, ამისათვის ადამიანი უნდა გამრავლებულიყო და თავიანთი შვილებისა და შთამომავლობის ესწავლებინა, რომ ეს ასია, ეს ასია, ეს ასე, მაგრამ ის პროგრამა დაირღვა, თავდაპირველი პროგრამა, აქაც ხედავთ, ნოეს წარმოშენა, თავდაპირველი გეგმა აირღვა და ეს ხალხი ნიმროდიდან წამოსული ეს ქამის ზენია, ქამი რომელიც ნოემ დაწყევლა. ნოემ შვილი კი ადაწყევლა. შვილი დაწყევლა. მაგაზე გაისაუბრებელი კონდენიტას. აიგე? რატო დაწყევლა შვილი? აი რა იყო ქამის სოდვა? დაცინო არა მაგას არ დაცინო მოახსენოთ ის ვარიანტები საკა. რა? ხო, არა პრობლემა. ერთ-ერთი ვარიანტი ის იყო, რომ ქამი იყო, ქამი რა, კანანი იყო. ხო, კანანი. ქამსა და ის არის ნოეს ცოლის შვილი. ანუ ეგ ქამი არა, კანანი თვითონ. კანანი, ხო, ქამის და ნოეს ცოლის შვილი, ხო, ეგაა ყველაზე სწორი განმარტება მაგის, იმიტომ რომ სიშიშვილეს ახდა ნიშნავს თან დაწოს იმის სულთან არაკანონიერ კი არა, ახლა აქ შეხედა წერია, მაგრამ ხო, შეხედა სინონიმად შეხედა და ახლა იგივეა, ხო. აი ეს მომენტია, რომ ნოეს ცოლთან დაწვა. შვილი თავის შვილი ხო. მეორე ვარიანტი და ამიტომაც ამ ინცესტის გამო დაწყევლა ნოემ ისა. მეორე ვარიანტი რომ ნოეს ისეთი რაღაცა დამართავ ქამმა, რომ მეოთხე შვილი ვეღარ ეყოლებოდაო. არა, აი ვიცი, ყველაზე ის იმიტომ რომ ნოე დათვრა და იწიდა. და ამან იხერხდა, რომ იმასთან გააკეთა. ესე იგი ეს მომენტია. ნოეს ცოლის და იმაში იყო, თანხმობა შემამბავში ეგრე გამოდის. ნოეს ცოლის თანხმობა არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ძალდატანება იყო თუ რა იყო, ეგ არ ვიცი, მაგრამ ძალდატანება არ ჩანს მათ. ახლა ძალდატანება მაშინ ეწერებოდა ძალით, იმიტომ რომ აბესალომა როცა გააკეთა თავის იმას გაუკეთა თავის ნახევარდას. იქ წერია რომ და შეეწინააღმდეგა. მაგრამ აქ არ წერია, აქ წერია რომ ისა, ასია თუ ისე მაგრამ აქ სიტყვა მართლდება კიდე, იცი? მუსალიმ ამბობს რომ მარტო ნოემ ყოვა მადლიუქის თორე. ეს მანამდე და ანუ ნოეს გამო გადარჩნენ ესენის რეალობა. ხო, ნოეს გამო გადარჩა. ეგ იმას ნიშნავს, რომ წარმომდელი მენტალიტეტი ამ ხალხში ტრიალებდა. კი, გასულს ტრიალებდა და კიდევ რა მომენტია ის მომენტი, რომ ნოე ეუნება იაფეთს. შემის კარვებში პოვებს შვებასო. გასულს ვლოცავს. იაფეთს ეუნება. ქამს არ ეუნება. ქანანს. თუ ხო, ქამს. იაფეთს ეუნება. შემიდან თუ დააკვირდები ამ გენეალოგიას, ახლა რატომ მომყავს ეს ყველაფერი? აი უნდა დავაკვირდეთ. ბაბილონის გოდოლის ხალხი ვინც იყო წავიდა, ეს ღმერთმა არია მათი გეგმები და ღმერთს შემოყავს ამის მერე აბრაჰამი. და აბრაჰამი არის ის გზა, რომელიც აჩვენებს თუ როგორ უნდა ღმერთთან მისვლა. და ღმერთის გზების სიარული და ჩვენ მომავალ კვირას ვილაპარაკებთ უკვე აბრაამის ისტორიას, რომელსაც ქვია ლეხ-ლეხა. და ამას დავაკავშირებთ ყველაფერს, ამ შთამომავლობას, როგორ მოდის ეს ყველაფერი აქედან. ამიტომ ამიშნავენ ბაბილონის გოდოლი თავშივე ღმერთმა ჩადო ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ დაბადების წიგნი ეს არის ყველა ბიბლიის გასაღები. თუ შენ დაბადების წიგნი ხო, თუ შენ დაბადების წიგნი გესმის ძალიან კარგად, შენ უკვე ხვდები რა როგორი მოვლენებია და რა როგორი იქნება ეს ყველაფერი. აი ხა ჩავიდეთ და ენაურიათ. მათ ხო ღმერთი მრავლობით ლაპარაკობთ. ანუ ღმერთი ჯობს ესე რომ თქვა. ეგ იგივე ხდება დაბადების წიგნში. სხვა კიდე მე ვერ გავიხსენე რომ სხვაგას არ მე ღმერთი მრავლობით ლაპარაკობს და ერთი ვარიანტი არის კიდე სოდომ და გომორაზე სოდომ და გომორზე ამბობს. აუმალავთო აბრაჰამსო? რო ის რო მოაჭრობენ, მაინც სამში არის
სად? აბრაამი რო ევაჭრება 10 წელი ხო? ხო, კი. 10 კაცი ვერ გააწევს. ადონაი დაბლიდა, ხო? ადონაი მაღლიდან აიღაისა. დიახ, სიონისტი ვარ მე და როგორ ჩანთიცი რა? და კაი სიტყვაც მითხრა. როგორ ჩანთიცი რა? და ყველაფერი შენ თავზე მოგიწევს რა. არა მითხარ მათ სხვაგან არის ღმერთი რომ მრავლობის ლაპარაკობდეს რა. კი, გასულ. და ერთი აი დენის ბაში ერთი მე ესაია, ვინ გაუგზავნოთ, ვინ წარუგზავნოთო? მრავლობითი ამბობს. მე ვარ აგერ ესაია რო ამბობს. მე გავუგზავნე და აი რაი პარ მოგეწონა? არა მაგას დავფიქრი ხან ბაუჩი რა, ანუ ბევრი ფიქრობსო. რა. ხო, ახლანდელი მოსადება უახალი რომ ყას აღმარებული ვარიანტია უმალობის საუბარი მალისტიკური და სხვა. ხო, მაგრამ აი რა მომედიც მაჯეტიკული მაშინ ძოლებრაუში ეს არ იყო ესეთ ეს უფრო ელენისტური ისა იდეომიდან მოდის ეს ყველაფერი. კარგი ხალხო, მოდი ახლა დავამთავროთ და შევაჯამოთ ეს ყველაფერი რაც თქვით რომ ბაბილონის გოდოლის მთავარი დედააზრი არის ის რომ თუ ადამიანის ცხოვრებაში არ უნდა იყოს ზედმეტი რამე წარმონაქმნი და ჰიბრიდული რამე მსახურება, ჰიბრიდული აქ შეიძლება იგულისხმო ყველაფერი. უნდა ვიყოთ ღმერთის თავდაპირველ გეგმაში. თავდაპირველი გეგმა არის ის გავაკეთოთ ის რაც ღმერთმა მოგვიწოდა. მოგვიწოდა ჩვენ როცა აღთქმაში შევედით, როცა ჩვენ მოვინათლეთ და მივიღეთ აღთქმა, ჩვენ პასუხი ავიღეთ ჩვენ თავზე რომ ჩვენ მის სიტყვას გავავრცელებთ და ვიცხოვრებთ მისი სიტყვის მიხედვით. ესაა და ეს მეგობრებო, რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ და ბაბილონის გოდოლის მაგალითი გვაჩვენებს პირველი რომ რა ემართება ადამიანებს, რომელიც უღმერთო სისტემაში ცხოვრობენ, ადამიანები, რომლებიც თავის დანიშნულებას ეწინააღმდეგებიან და ხვდებიან ამბოხში ღმერთთან, რა ხდება და პლუს ამას აქვს ეს ხატოლოგიური გაკვეთილი, ეს ხატოლოგიური გაკვეთილი ჩვენ ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ ბევრს, როცა გვექნება დროც კაკრას გამოცხადების წინს ბედრატი გვასწავლებს ხო კიდევ? კი, გავწევს. ხო. ჩავთვით გიოც რა მინდა გამოცხადების წინს ეს გიოც ჩავთვით. ჩაიმაში. ხო, კაი, მაშინ რომ გამოცხადების წინსეც მე მინდა რომ ეს დაინახო ეგ შენ ეს ყველაფერი. ისაც ჩვენ გავჩით ის ბედრატი აგზელებს ზუსტად იგენა. ხო, იქ რო იყო. ხო და ეს ძალიან კაია და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მეგობრებო, იქეთა კვირას ჩვენ გვექნება კიდევ ერთ შეხვედრა, ვილაპარაკებთ აბრაამზე, მის მოწოდებას და მის მნიშვნელობაზე და თუ ვინმეს გინდა დასწრება, მომწერეთ აქ და შემითანხმეთ და დასწრება აქ უფასოა, არაფერი ფული რამე არ ჩდება. თუ მართლა ვინმესაც გინდა დასწრება, კი ბატონო, ოღონდ შემითანხმდეთ, უნდა მომწერეთ, მოგწერეთ. ვინც ბიბლიას კითხულობს და ვისაც მართლა აინტერესებს ბიბლიის გაგება, ტექსტის სწორი შეცნობა, მოდით ჩვენთან, ჩვენი გარები ღიათაა, კვირას არის 5 საათზე ვიწყებთ და ზუსტად 1 საათი შეიძლება იყოს გაგზელდეს ეს. ასევე ვისაც სურვილი გაქვთ, მოდით და ვისაც გაიგეს ბიბლია არა. ბატონო, ვისაც კარგი ბიბლია არ აქვს, შეგიძლიათ აგეთ ჩვენთან ეს ბიბლია. ნახეთ, შეიძინოთ, ნახეთ როგორი ბიბლია გვაქვს. უმაღლესი ხარისხია, ყავის. აკა ისო მიყვარს ამისუნი. ასევე შეგიძლიათ ეს შეიძინოთ ეს ბიბლია და ეს რა ქვია, კიდევ რა უნდა მითქვა? მეტი არაფერი. ხო, ჩემ გამომწერებს, YouTube გამომწერებს გთხოვთ. დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და თუ ვისაც ფინანსურად გინდათ გვერდში დგომა არხი რომ კიდევ უფრო განვითარდეს და აქ რომ კიდევ უფრო კარგი დეკორაციების და ესეთი ინსტრუმენტები შევიძინოთ კარგი ხარისხიანი ვიდეოებისათვის. კი ბატონო, ყველა ჩვენი ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ მიუთითო. ასევე ახალ პროექტზე უთხარი, როცა ქისაჯიდან შეგიძლია რომ კითხვები დაგისვან. ქისაჯი ხო, ეს შენ მასწავლე, მე არ ვიცი როგორა. ქისაჯი, ამაში თქვი როგორა ქისაჯი. ესე იგი მეგობრებო, ვისაც შეკითხვა გექნებათ ჯიჯის Instagram ან Facebook აღწერაში იქნება ლინკი, სადაც თქვენ დაუსვენთ კითხვას და ჯიჯი ამის მეშვეობით გიპასუხებთ. ოკეი, მადლობა. ასე რომ ვიყურეთ ქისაჯი?
აი მორჩა კარგი ხალხო, აბა მადლობა. გაგრძელება იქნება მომავალ კვირას ვილაპარაკეთ აბრაამის მოწოდებაზე და ვიტყვით ვინ იყო აბრაამი, რა იყო, მართლა ქალდეველი იყო, ქართველი იყო თუ ვინ იყო, ამას ყველაფერს ჩვენ ვილაპარაკებთ ყველაფერს ჩვენ ამ თემაზე. ასე რომ გვიყურეთ მომავალ კვირას აბრაამი საათზე. ნავსურზე ვიხუმრი არ დაიჯერე. ნეზე აფერისტიურია. მადლობა გაიხარე, შეხო ჭეშმარიტი ქართველი მყავხარ. всё, გათიშეგა.